კარგი კითხვაა რა. ორივე მოძრაობს მარცხნივ. ორივე მოძრაობს მარცხნივ. შენახარ ამ თეთრი მანქანით. კარგი, ვიღაც ხალამპრე მოდის აგე უკან შენს გვერდით ავტობუსით. შენ და ავტობუსი მოძრაობთ ორივე მარცხნივ. აბა ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვშვრებით? რომელი იქნება სწორი პასუხი? კარგად წაიკითხე, კარგად იმას ქენი და მოიფიქრე, გაიხსენე ნასწავლი და ისე მითხარი რომელია, რომელი არ არღვევსო. რომელი არ არღვევსო და რომელი არ არღვევს და ასე ქვია, ავტობუსის მძღოლი. ავტობუსის მძღოლი არ არღვევს? აბა ის თეთრი მანქანა რას არღვევს? მაგრამ იმასაც რომ მოbrunებას რო აკეთებს, ხო ექნებოდა ჩართული, ასე ქვია, ციმციმადურად ცხაია მასა. ჩართულები აქვს, ციმციმა და რაცხაია, ჩართულები აქვს, ჯიგარო. ჩართული აქვს ორივეს. მაგრამ აქ ჩვენ გვეუბნება კანონი და წესი ორი მანქანიდან, რომლებიც მარცხნივ ბრუნდებიან, უხვევენო. მარცხნივ მოხვევა და მარცხნივ მოbrunება თითქმის ერთი და იგივე მანევრია სხვა მანქანისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს რომელი არღვევს მოbrunების წესს, თუ არ არღვევს. შენ მე გაგახსენებ, რომ მარცხნივ და მარჯვნივ მოbrunების შემთხვევაში მძღოლი ვალდებულია წინასწარ ჩართოს მოხვევის მაჩვენებელიო, კანონი ამბობს და უკან რა ქვია მიმყოლ ტრანსპორტს ჩაურთოს ინფორმაცია მისცეს, რომ მე ახლა უხვევ მარცხნივ არ მარჯვნივო და საითაც უხვევსო, კანონი გვეუბნება, ის ზოლი უნდა დაიკავოს უკიდურესადო. ყველაფერს ნუ მათქვევინებ ახლა, თორე მე გამოვიყვან მაშინ. ხო, მაშინ ისაც საქმე არ არღვევს, სულ ავტომობილის მძღოლი. რატო, კაცო, რატო? ტყუილა გელაპარაკე? აბა იგი არა. ტრამვაის ლიანდაგებს შუა უნდა იყოს თეთრი უწყვეტი ღერძულა ხაზი, რომ მან მოხვევა არ შეიძლებოდეს. რადგანაც ტრამვაის ლიანდაგებს შუაში არავით არის ღერძულა ხაზი, არც უწყვეტი არა გვაქვს მით უმეტეს, არც წყვეტილი, აქ ორივეს უფლება გადაკვეთოს ტრამვაის ეს ლიანდაგები. მაგრამ აქ ჩვენ გვეკითხება ორი მანქანიდან რომელი არ არღვევსო, მურმან? არ შემარცხინო ეხლა ვიდეოს ვიწერ ბიჭო. რომელი არ არღვევს, ანუ რომელი უხვევს სწორადო? სწორად რომელი უხვევს? სწორად უხვევს, ჩემო კარგო.